მარჯობა გიო. ბაიოკი. რასპორი 3 1-თან. ორნახევარი 1-თან. ო, მაგარიცე მეტი იქნება. ეხლა აქ რა საკეთებს გიორგი? ეს მაგიდა. გიორგიმ რო გააკეთა, ერთობლივად მიმუშავეთ, ავაწყვეთ. გეიჩედა, ყარა დგას. 3 უღელი ხარი რო შემოაბა, დაკაჩო ძრას ვერ უძა. ბეტონი კაპიტალურია. აქ ცოტა კოლხეთის დაბლობია ბატონო ჩემო და ზოგჯერ წყლის დაგროვება იცის, მაგრამ დონე უმაღლესია. აი აქ მაგიდის გაგრძელებაზე კეთდება სასტეიკე. სტეიკებს შეწვავ. ეხლა აქ შიგნით კოჭი აქ არ შეიბრაწება, კოჭს თონე უნდა. და აგერა აგური ჩანს ბეტონშია, 5 цали აგურია. ესე იგი для тяги დასავლეთ აღმოსავლეთ მხარეზე ჭრილია. ცეცხლს რო დაანთებ, ბოლი ნაკლები იქნება, წვა იქნება მაქსიმალური შეშის. აი ეს რკინის ბოჭკა. კასრი ქართულად. ესე იგი მოექცევა. ესე იგი მოპირკეთებული იქნება აგურით და რკინასა და აპალოკას შორის მოთავსებულ აგურს დაესხმება ბეტონის ხსნარი და მიიღებს ან კვადრატის, ან ექვსკუთხედის ფორმას. გააჩნია როგორ აპალოკას ავაწყოთ. ეს არის გიორგის იდეა. ესე იგი ამ სასტეიკ აქ შეგიძლია ქათამი შებრაწო ჩვენივრად. პატარა კოჭის შეიბრაწება, კი, რატომაც არა. ტყლად დაადებ და შებრაწა. სტეიქს ხორცს შეწვა, კაი ნაჭერ ხორცებს შეწვა ამერიკულ სტილში. ვითი ვართ ნაგლები. ჩვენზე ვინც ცუდი თქვას, გული გაუპოს დანამა. და ეხლა ამის გაგრძელებაზე აქით ზუსტად იგივე ფარტის ათვისება მოხდება. აპალოკა ეწყობა და 60 ლიტრიანი ჭური დაიკავებს ბინას. და აქ მხოლოდ შავ ღვინოს. სუხუმსკი ვარიანტ. ადესას ჩავასხამთ. ახსოვთ ბიჭებს, ჩემს ოჯახში დაწვრილი ადესა. ოთხს 16-ზე არ ვაკეთებდი. გამორიცხულია. 4 კილო შაქარი 16 ლიტრა წყალზე ჩემთან არ გეთდებოდა. გამორიცხულია. ის რქაწითელი რო დავაყენეთ მე და გიორგი. ესე იგი დედა რომ მოვაშორე, ჭაჭა რომ მოვაშორე, სიტყვა დაიტოვა, მაგრამ სექტემბრის თვისთვის ის სიტყვა მე მგონია რომ 30 ლიტრა დაილია. მეორე 30-ია. იმ მეორე 30 ლიტრას შეპირებული ვარ, უნდა გავახსნევიო, იმ კაცს უნდა გავაღვიძებიო, მაგ ვისაც შევპირდი, ახსოვს ალბათ. და სიტყვა არ იქნება. წყალი არა აქვს, შაქარი არა აქვს. სუფთა წვენია და მგონი კეთს დაიფილტრება ჭურში და კეთს სიტყვაც გაუვა, დაღვინდება, დავაშკაცდება. მასე არ არის გიო? კარგი, გავაგრძელოთ ახლა საქმე. აბა შენიც.